გამარჯვება შეიცვალა. გამარჯვებულის მთავარი ჯილდო ცხარი პრესტიჟულმა პორშემ ჩაანაცვლა. მას 2014 წლის საუკეთესო ქართველი ფალავანი მიიღებს. თბილისის სირკის დარბაზს კი მაყურებელი ავსებს. ისინი ლამაზი სანახაობის იმედად მოდიან. მე 68 წლისა ვარ, ორი დღე აღარა ვარ და სირბინ დამოვიარე. შეიძლება წახვიდე ვიყავი აქ და მომგდარიყავ, მაგრამ ჭიდაობა დამირეკეს ფარ. რაიონებსა და სოფლებში პოპულარული ქართული ჭიდაობა ჩვენი მოჭიდავეების წარმატებებს განაპირობებდა. მაგრამ ბოლო აწლეულებში უყურადღებო დატოვებულ სახეობას ფონდი ქართულ რეგიონებში მარტივი ტიპის საჭიდაო არენების აშენებით დაეხმარა. ქართულ ჭიდაობამ 2014 წელს ძლიერი წინსვლა განიცადა, რაც გამოისახა მისი როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური ძეგლად აღიარების თვალსაზრისით და 2015 წელს გველის ახალი ბრძოლა, რაც გამოისახება მისი როგორც ეროვნული მატერიალური ძეგლად აღიარების, ხოლო შემდეგ უკვე გაეროს მხარდაჭერის ქვეშ არამატერიალური კულტურული ძეგლის საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით. საინტერესოა, რომ ფალავნობა 2014-ში ყაზახი, უზბეკი, თურქი და ბელარუსის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. თბილისში მეგობრების მიწვევით ჩამოვედი. ტურნირი ძალიან მომეწონა. ქართულ ჭიდაობაში ბევრი საინტერესო და ჩვენთვის უცხოელეთია. მიწვევის შემთხვევაში მომავალშიც სიამოვნებით ჩამოვალ. ქართული ჭიდაობა ძალიან ლამაზი ჭიდაობა, ტექნიკური ჭიდაობა და ადგება სხვადასხვა სახეობებს, როგორც ძიუდოს, ისე სამბოს. მე პირადად ემწუთში სამბოთი ვარ დაკავებული, სამბოს ნაკრების პირველი ნომერი ვარ. წელს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ქალაქ ნარიტაში, სადაც ბრინჯაოს მედალი ავიღე და დიდი დამსახურებაა ქართული ჭიდაობის, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ჩართული ვარ ქართულ ჭიდაობაში. დაძაბულმა ორთაბრძოლებმა 4 წონითი კატეგორიის გამარჯვებული გამოავლინა. 80 კილოგრამში ჩემპიონი ამბაკო ავალიანი გახდა, 90-ში ბექა ღვინიაშვილი. მძიმე წონაში კი ვახტანგ გოქრუაშვილი. წონებში 4-4-მა საუკეთესომ საქართველოს ფალავნის გარკვევა დაიწყო. ფინალში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 3 წამით ადრე ოქრუაშვილი იგებდა, მაგრამ ღვინიაშვილმა ორფულიანი გდება შეასრულა და ფალავნის წოდება მოიპოვა. თუმცა საამისოდ ვიდეო რეფერის დახმარება გახდა საჭირო. ნამდვილად ბედნიერი ვარ. მეორე თუ ჭიდავე ფალავნობა ვემზადებოდი ამ შეჯიბრის და მაქსიმალური შედეგი დავდე. ჩემ წონაში ფალავანი გავხდი და მძიმე წონაშიც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია ამ წელს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდზე დაგვიდგა და ესეთი ღონისძიება ჩაატარა. ყველას დიდი მადლობა. ფალავნობა 2014 დამთავრდა. პორშემ თავისი პატრონი იპოვა. 19 წლის ბექა ღვინიაშვილმა კი თავისი პირველი მანქანა დაქოქა.